უკრაინის უზარმაზარი დრონების არმია განაგრძობს დივერსიფიკაციასა და გაფართოებას, ხოლო უახლესი მოდელების მრავალი მათგანი წინა ვერსიებთან შედარებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები აქვს, როგორიცაა გაზრდილი მოქმედების რადიუსი და უფრო დიდი საბრძოლო თავები. ერთ-ერთი უახლესი მოდელი, ზირკა, კიდევ უფრო მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობს, საკუთარ ტვინს. შეუძლია ავტომატურად იპოვოს, დააკვირდეს და გაანადგუროს მტრის საფრთხეები ისე, რომ არ სჭირდება მართვა ან კონტროლი რეალური ადამიანის მიერ. ეს უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიის შემდეგი ევოლუციაა. ნამდვილი არაადამიანური მონადირე, რომელიც უკრაინის ცაზეა გაშვებული მხოლოდ ერთი მიზნით, რაც შეიძლება მეტი რუსული დრონის პოვნა და განადგურება. ასეთი დრონის პოტენციური გავლენის დაკმინება შეუძლებელია. მაგრამ სანამ განვიხილავთ, როგორ შეიძლება შეცვალოს ის ბრძოლის ველი მომდევნო თვეებში, მოდით ჯერ მის განვითარებასა და დიზაინს გადავხედოთ. ზირკა არაერთი, არამედ ორი დამოუკიდებელი უკრაინული თავდაცვის კომპანიის, ნოქტისისა და ვირეი ინდუსტრისის ნამუშევარი. ნოქტისი არის თავდაცვის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია უპილოტო სისტემების ავტომატიზაციასა და ჩაჭრის ტექნოლოგიებში, როგორიცაა ინტელექტუალური დრონების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. ამ კომპანიის მთავარი მიზანი არ არის ახალი ტექნიკის ნულიდან შექმნა და განვითარება, არამედ ის ამჯობინებს ძალისხმევა მიმართოს ავტომატიზებული სისტემების, მაგალითად, სამიზნის თვალთვალისა და ჩაჭრის ალგორითმების შექმნაზე, რაც დრონებს უფრო ჭკვიან და მომაკვდინებელ მონადირეებად აქცევს და ამავდროულად ამსუბუქებს ადამიან ოპერატორებზე დატვირთვას. ვირეი ინდუსტრისი თავდაპირველად კიევში პატარა საომარი სტარტაპად დაითო, თუმცა მას შემდეგ უკრაინის ერთ-ერთ წამყვან წარმოებლად იქცა, მოწინავე უპილოტო საჰაერო სისტემების, ელექტრონული კომპონენტებისა და სამხედრო პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. ის აწარმოებს უპილოტო საფრენ აპარატებს, როგორიცაა ვირეი 15 კამიკაძე დრონი და ვირეი ოპტო 15 ოპტიკურ ბოჭკოვანი უპილოტო აპარატი. ასევე დრონების აქსესუარებს, მაგალითად მარას პრო დრონის დამონტაჟებულ რელე სისტემასა და ვირეი 19 სახმელეთო სადგურს. მისი დრონების კომპონენტების 80%-ზე მეტი ადგილობრივად უკრაინაში იწარმოება. ახალი ზირკა დრონის განვითარების სამუშაოები ძირითადად ნოქტისის მიერ განხორციელდა, ხოლო ვირეიმ უზრუნველყო საინვესტიციო მხარდაჭერა და წარმოების გამოცდილება, რათა შეექმნათ საუკეთესო პროდუქტი. რადგან ისინი უბრალოდ დრონს არ ქმნიდნენ, ეს იყო დრონი ძალიან კონკრეტული მიზნისთვის. ის შაჰიდების საბოლოო გამნადგურებელი უნდა ყოფილიყო. შაჰიდის დრონები წარმოიშვა ირანში და პირველად რუსეთს მიეწოდა უკრაინაში ომის ადრეულ ეტაპზე 2022 წელს. რუსეთის სამხედროებმა მოგვიანებით დაიწყეს ამ აპარატების მოდიფიცირება და მასობრივი წარმოება. ასევე მისცეს ახალი სახელი, გერანდი 2, მაგრამ მსოფლიოს უმეტესობა მათ კვლავ შაჰიდებად მოიხსენიებს. კონფლიქტის განმავლობაში ისინი გამოიყენებოდა დამანგრეველი ეფექტით უკრაინის ქალაქებსა და დაბებზე მრავალრიცხოვან თავდასხმებში, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. იმისთვის, რომ ამ თავდასხმებმა მაქსიმალური ზიანი მიაყენოს, რუსეთის ქარხნები თვეში ათასობით ერთეულს აწარმოებენ. მისი მეთაურები ბრძანებას აძლევენ უზარმაზარი ჯგუფების საზღვარზე გადაყვანას და უკრაინაში შეყვანას, ხოლო კრემლის ინჟინრები მუდმივად პოულობენ გზებს, რათა გააუმჯობესონ მათი დრონების შესაძლებლობები. თავდაპირველად მაგალითად, შაჰიდებს შეეძლოთ მხოლოდ 50 კილოგრამამდე, ანუ 100 ფუნტამდე საბრძოლო თავების გადატანა. მაგრამ რუსმა ინჟინრებმა იპოვეს გზები, რომ ისინი კიდევ უფრო დამანგრეველი გაეხადათ და ბოლო ვერსიები ხშირად აღჭურვილია 90 კილოგრამიანი, ანუ 200 ფუნტიანი საბრძოლო თავებით. რუსულმა ჯგუფებმა ასევე შეიმუშავეს რეაქტიული ძრავით აღჭურვილი შაჰიდის ვერსიები, რომლებიც განსაცვიფრებელ სიჩქარეს, საათში 500-დან 600 კილომეტრამდე, ანუ საათში 300-დან 370 მილამდე აღწევენ. მაგრამ უმეტესობა უფრო მარტივ და იაფ პროპელერებზეა დამოკიდებული ძრავისთვის, რაც მათ მაქსიმალურ სიჩქარეს დაახლოებით 185 კილომეტრამდე საათში, ანუ 115 მილამდე საათში აძლევს. ისინი როგორც წესი დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ და მასობრივად გამოიყენებიან, რათა გააჯერონ და გადატვირთონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა. მაგალითად, არ არის იშვიათი, რომ ერთ შეტევაში 660 ან მეტი დრონი გამოიყენონ, ხოლო უკრაინული მედიის ცნობით ომის დაწყებიდან რუსეთმა დაახლოებით 60,000 ასეთი დრონი გაუშვა. საბედნიეროდ კონფლიქტის მიმდინარეობისას უკრაინის ძალებმა იპოვეს გზები ამ სასიკვდილო საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. მათ შექმნეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემა მსოფლიოში, რომელიც მოიცავს ყველაფერს. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კოშკურებიდან დაწყებული მობილური საცეცხლე ჯგუფებით, ელექტრონული ბრძოლის ჩამხშობებით, საზენიტო ქვემეხებით, რაკეტების ბატარეებით და თუნდაც საბრძოლო ვერტმფრენებით დამთავრებული. ამას ბევრი გარე დახმარებაც ჰქონდა. დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინას თავიანთი საუკეთესო საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდეს, ხოლო როდესაც ამერიკულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ Starlink-მა გაიგო, რომ რუსები მისივე თანამგზავრებს იყენებდნენ, მათ სწრაფად შეუწყვიტეს ცუდომა, რითაც მყისიერად დაარღვიეს მათი ოპერაციები.
მიუხედავად ამისა, დრონების ჯგუფები კვლავ მოდიან და რუსეთის ინჟინრები განაგრძობენ გზების პონას, რომ თავიანთი დრონები უფრო ეფექტური გახადონ. აუმჯობესებენ ნავიგაციის სისტემებს, კონსტრუქციას ოპტიმიზაციას უკეთებენ და ინტეგრირებენ სულ უფრო ჭკვიან ელექტრონული ომის წინააღმდეგობის სისტემებს. პასუხად, უკრაინა განაგრძობს უფრო ეფექტური გზების ძიების ძიებას ამ დრონების გასანადგურებლად და იმ საფრთხის გასანულებლად, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი, რომელიც მათ აღმოაჩინეს, არის ინტერსეპტორი დრონების გამოყენება. უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია არა სადაზვერო მისიებისთვის, ან მიწაზე სამიზნეების დასარტყმელად, არამედ იმისთვის, რომ ჰაერში მოძებნონ და გაანადგურონ სხვა უპილოტო აპარატები მანამდე, სანამ ისინი თავიანთ სამიზნეებს მიაღწევენ. ეს გამორჩეულად ეფექტური აღმოჩნდა. მართლა ასეა, მას შემდეგ რაც უკრაინამ დაიწყო თავისი ინტერსეპტორის შეიარაღების გაფართოება და განათავსა ისეთი სისტემები, როგორიცაა Wild Hornet Sting 2, Skyfall P1 Sun და Octopus 100, მას ბევრად მეტი წარმატება აქვს რუსეთის საჰაერო საშუალებების უმეტესობის ჩამოგდებაში. მართლა ასეა, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა კიევის ძალებმა ინტერსეპტორები და სხვა საშუალებები გამოიყენეს მტრის დრონების თითქმის 95%-ის გასანადგურებლად, რითაც უამრავი სიცოცხლე გადაარჩინეს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ კიევი კიდევ უფრო მეტად ცდილობს ამ ტექნოლოგიაში ინვესტირებას, რადგან მისი ყველაზე დიდი და წარმატებული დრონების კომპანიები აქტიურად მუშაობენ როგორც არსებული ინტერსეპტორების გაუმჯობესებაზე, ასევე ახლების შექმნაზე, რაც ისევ ზირკას თემას გვაბრუნებს. ის ნულიდანვე სპეციალიზებული ინჟინრებისა და პროგრამისტების გუნდის მიერაა შექმნილი, რომლებსაც უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. ეს საინტერესო ინტერსეპტორი ოფიციალურად წარადგინა VRAIM 2026 წლის 30 ივნისს, როდესაც კომპანიამ ზირკას ტექნიკური მახასიათებლებისა და უნიკალური შესაძლებლობების დეტალური სია გაავრცელა. ესთეტიკური თვალსაზრისით, ზირკას ტყუის ფორმის მსგავსი დიზაინი ძალიან გავს სხვა ინტერსეპტორ დრონებს, რომლებიც უკრაინამ ეფექტურად გამოიყენა, მაგალითად P1 Sun. წარმოებელმა გაამჟღავნა, რომ მას შეუძლია გადაადგილდეს 340 კმ-ზე მეტი სიჩქარით საათში, ანუ 211 მილი საათში და ოპერირება შეუძლია 6 კმ-ის, ანუ დაახლოებით 3.7 მილის სიმაღლეზე. მას აქვს ოპერაციული რადიუსი 30 კმ-მდე, ანუ დაახლოებით 18.6 მილი და შეუძლია ჰაერში დარჩენა ერთდროულად 20 წუთამდე, რაც საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ მოძებნოს, თვალყური ადევნოს და შეუტიოს მტრის დრონები. და როცა მტრის სამიზნეებთან დაპირისპირების დრო დგება, სწორედ მაშინ გამოირჩევა და სხვებისგან გამოეყოფა ზირკა. დრონების უმეტესობა უნდა იმართოს ხელით აფრენის წერტილიდან იმ მომენტამდე, როცა ისინი პოულობენ და იწყებენ სამიზნის თვალთვალს. ზოგიერთ მათგანს აქვს ავტონომიური შესაძლებლობები, რაც საშუალებას აძლევს მათ ხელოვნურ ინტელექტს გადაიბაროს მართვა ფრენის ბოლო ფაზაში, როცა ისინი სამიზნისკენ მიემართებიან, მაგრამ მაინც, როგორც წესი, ადამიან პილოტებს სჭირდებათ საწყის ეტაპებზე. ზირკა განსხვავებულია. VRAIM-ის თქმით, ეს დრონი ავტომატურად შეუძლია აღმოაჩინოს, დააფიქსიროს და გაანეიტრალოს საჰაერო საფრთხეები, მათ შორის ისინიც, რომლებიც მაღალი სიჩქარით მოძრაობენ, ოპერატორის მუდმივი ჩარევის გარეშე. ეს ყველაფერს ცვლის. და ეს არის მთავარი მაიზეზი, რის გამოც ეს დრონი შეიძლება მარტივად გახდეს უკრაინის ჩამჭერი ძალების ახალი ვარსკვლავი. რადგან თუ VRAIM-ის სიტყვები ამ დრონზე სწორია, უკრაინას თეორიულად შეეძლება ზირკას მთელი ჯგუფები გაუშვას ცაში, ისე რომ არ დასჭირდეს დიდი რაოდენობის მიწის პილოტების ჯგუფები მათი სამართავად. ისინი ფაქტობრივად იმუშავებენ ისე, როგორც გაასროლე და დაივიწყე ტიპის რაკეტები, ისე რომ არ დასჭირდეთ ინდივიდუალურად მონიტორინგი და ხელით მართვა სამიზნე ადგილამდე. შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთი მოწინავე შესაძლებლობები საკმაოდ ძვირი დაჯდება, მაგრამ ზირკა დრონის კიდევ ერთი საუკეთესო თვისება ისაა, რომ ის საოცრად იაფია. VRAIM ინდუსტრისი ამტკიცებს, რომ თითოეული ერთეულის ღირებულება მხოლოდ $200-მდეა. ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლება არ იყოს ყველაზე იაფი ჩამჭერი ბაზარზე დღეს. მაგალითად, P1 Sun შეიძლება დამზადდეს დაახლოებით ამ ფასის ნახევრად, მაგრამ ზირკა უდაოდ ყველაზე იაფი ჩამჭერია, რომელსაც საკუთარი ავტომატური აღმოჩენისა და მართვის შესაძლებლობები აქვს. ეს წარმოუდგენლად დაბალი ფასია ასეთი მოწინავე სამხედრო ტექნიკისთვის და ეს მოწმობს თუ რამდენად ეფექტური და ხარჯთეფექტური გახდა უკრაინის თავდაცვის კომპანიები და რამდენად კარგად შეუძლიათ მათ მუშაობა ომის დღევანდელი მკაცრი დროისა და ფინანსური შეზღუდვების პირობებში. ეს დაბალი ფასი ასევე წარმოუდგენლად ცუდი ამბავია რუსეთისთვის. მაგრამ სანამ ავხსნით რატო თუ ასეთი ტიპის ანალიზი გსურთ უფრო ხშირად მიიღოთ, დარწმუნდით რომ გამოწერილი გაქვთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვხსნით ყველაფერს. ეხლა ზუსტად ვერ ვიტყვით, რა ფასი ხდის რუსეთის შაჰიდის დრონების წარმოებაში. სხვადასხვა წყაროები სხვადასხვანაირად ამბობენ. ზოგიერთი შეფასებით, თითო დრონის ფასი სულ რაღაც $20,000-ია. სხვები კი ბევრად უფრო მაღალ ციფრებს ასახელებენ, მაგალითად $80,000-მდე. ლოგიკურად ნამდვილი ფასი ალბათ ამ ორ უკიდურესობას შორის სადღაც შუაშია და საშუალოდ შეადგენს დაახლოებით $50,000 ტიპიური შაჰიდის ან გერან 2-ისთვის. ამ დრონების შედარებით იაფმა წარმოების ხარჯებმა უკრაინას დიდი გამოწვევა შეუქმნა მას შემდეგ, რაც პირველი დრონები მის საჰაერო სივრცეში 2022 წელს გამოჩნდა.
როგორ გაანეიტრალებ ასეთ საფრთხეს ისე, რომ ამ პროცესში ძვირადღირებული საბრძოლო მასალა არ დახარჯო? იმიტომ რომ მანამდე სანამ არსებობდა ჩამჭერი დრონები, მთრის დრონის ჩამოგდების ერთადერთი გარანტირებული გზა იყო ჩამჭერი რაკეტა და ჩამჭერი რაკეტები იაფი არ ჯდება. უკრაინის ბევრი დასავლელი მოკავშირე წლების განმავლობაში სიამოვნებით აწვდიდა ამ საბრძოლო მასალას. მაგალითად, აშშშ-მ მიაწოდა ისეთი რაკეტები, როგორიცაა Patriot PAC რაკეტები და AIM-120 მოწინავე საშუალო მანძილის საჰაერო რაკეტები, ანუ ამრამები. მაგრამ AIM-120-ის თითო რაკეტა დაახლოებით $1,000,000 ღირს, ხოლო PAC-2 და PAC-3 რაკეტები თითო რამდენიმე $1,000,000 ჯდება. კიევის არსენალში არსებული შედარებით იაფი ჩამონგდები რაკეტებიც კი, მაგალითად გერმანული Iris-T რაკეტები, თითოეულზე რამდენიმე $100,000 ღირს. და ამ საბრძოლო მასალების ბევრი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, უკრაინამ ომის პირველ 4 წელიწადში მხოლოდ დაახლოებით 600 Patriot-ის რაკეტა მიიღო. ასე რომ ეს რესურსები არა მხოლოდ ძალიან ძვირფასია, არამედ იშვიათიც. და საერთოდ არ აქვს ლოგიკა, რომ $1,000,000-იანი რაკეტა ესროლო $50,000-იან დრონს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მტერს შეუძლია იმავე დღეს კიდევ ასობით ასეთი $50,000-იანი დრონი დაამზადოს და გაუშვოს. ამიტომ უკრაინას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ თავისი ჩამჭერი რაკეტები რეზერვში დაეტოვებინა და მხოლოდ უფრო დიდ და ძვირადღირებულ მტრის საფრთხეებთან, მაგალითად, ფრთოსან რაკეტებთან გასამკლავებლად გამოეყენებინა, ხოლო შახიდებთან საბრძოლველად ბევრად იაფი გზები ეძებნა. საბედნიეროდ ქვეყანა ამ გამოწვევას შესანიშნავად გაუმკლავდა და ზირკა მხოლოდ ბოლო მაგალითია, რომელიც ამას ამტკიცებს. რადგან თუ შეგიძლია $50,000 შეფასებული მტრის ობიექტი $2,000 ღირებული იარაღით გაანადგურო, ეს შენთვის უკიდურესად მომგებიანი გათვლა, ხოლო მოწინააღმდეგისთვის კატასტროფული. თუ უკრაინა შეძლებს საკმარისი რაოდენობის ზირკა ჰაერში აწიოს, თითოეული მათგანი, რომელიც წარმატებით გაანადგურებს რუსულ შახიდს, ფაქტობრივად კრემლს დაახლოებით $48,000 ზარალს აყენებს. ეს თავისთავად ბევრი არ არის, თუ მოსკოვის უზარმაზარ თავდაცვის ბიუჯეტს შევადარებთ. მაგრამ რამდენიმე ჩამოგდებული დრონის ღირებულება მალე გროვდება და მილიონებს აღწევს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა მილიარდებსაც კი გადააჭარბოს. რუსეთი უკვე მრავალი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, რაც დიდწილად გამოწვეულია ომის მზარდი ხარჯებით, უკრაინის დრონების იერიშების გავლენით მის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და დასავლეთის სანქციების ნაკადით, რომლებიც მის ფინანსურ სისტემას აზიანებს. ზირკა უკრაინისთვის კიდევ ერთი გზაა, რომ ომი მტრისთვის აუტანლად ძვირი გახადოს, ამავდროულად გაანადგუროს მისი რესურსები და დაიცვას როგორც ხალხი, ასევე ინფრასტრუქტურა. და თქმა უნდა, ამ დრონის საერთო ეფექტი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კარგად შეძლებს ის შახიდების პოვნასა და განადგურებას. მაგრამ როგორც ჩანს, ეს დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ მის დიზაინს. როგორც უკვე აღნიშნეთ, როდესაც ზირკაზე მუშაობა დაიწყეს, ნოქტისმა და ვირეი ინდუსტრიებმა ის სპეციალურად შახიდების გამანადგურებლად განიზრახეს. ეს ნიშნავს, რომ მისი დიზაინის შესახებ ყველა გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით იქნა მიღებული. ყველა კომპონენტი ხურადღებით იყო დამზადებული და სპეციალურად შერჩეული იმისთვის, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატი რუსული ანალოგებისთვის ნამდვილი კოშმარი გამხდარიყო. არაფერი დარჩენილა შემთხვევის იმედად. დიზაინის გუნდმა კი უკრაინის ერთ-ერთ ექსპერტ ანტიშახიდ ბატალიონს, სახელად Dark Notes, მიმართა მნიშვნელოვანი რჩევებისა და რეკომენდაციების მისაღებად, თუ როგორ გაეხადათ მათი დრონი საუკეთესო. Dark Note-ის ეკიპაჟები უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურად ითვლებიან შახიდის დრონების პოვნასა და განადგურებაში. მათ ომში უკვე 1500-ზე მეტი ასეთი დრონი გაანადგურეს. მათ ამ დრონების დიზაინი ხელის გულივით იციან და ასევე იციან მათი სისუსტეების გამოყენების საუკეთესო გზები. მათი დაზვერვა ფასდაუდებელი იყო ინჟინრებისთვის და დეველოპერებისთვის, რომლებიც ამ ახალ ჩამჭერზე მუშაობდნენ და მათი მძიმე შრომის წყალობით საბოლოო პროდუქტი, როგორც ჩანს, ყველა იმ თვისებასა და შესაძლებლობას ფლობს, რაც შახიდების მარტივად განეიტრალებისთვის არის საჭირო. მაგალითად, აღსანიშნავია, რომ ზირკა თითქმის ორჯერ უფრო სწრაფად დაფრინავს, ვიდრე ტიპიური გერან 2. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც რუსული დრონის სრული სიჩქარით უახლოვდებოდეს უკრაინულ ქალაქს, ზირკას მაინც ექნება საკმარისი დრო აფრენისთვის, მასზე დამიზნებისა და მის დაწევისთვის, სანამ ის მიზანთან მიახლოებასაც კი მოასწრებს. თუნდაც შახიდმა ეცადოს თავის არიდებას მანევრებით, ზირკას უზარმაზარი სიჩქარის უპირატესობა მაინც საკმარისი უნდა იყოს, რომ საბოლოოდ ბრძოლა მოიგოს. ზირკას ავტონომიური ფუნქციებიც ძალიან დიდი უპირატესობაა. თუ ეს დრონები ადამიან ოპერატორებზე იქნებოდა დამოკიდებული, უკრაინას მოუწევდა კიდევ უამრავი პილოტის მოძებნა და გაწორთნა მათი სამართავად, რაც მკაცრ ზღვარს დააწესებდა იმ უპილოტო აპარატების რაოდენობაზე, რომელთა გაშვებაც ნებისმიერ დროს შეეძლებოდა. თუმცა ზირკას ხელოვნური ინტელექტის სისტემების წყალობით უკრაინას შეუძლია მთელი ეს დრონების ჯგუფები გაუშვას, მხოლოდ ერთი ადამიანის ზედამხედველობით, რომელიც მათ მოძრაობას და პროგრესს დააკვირდება. ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს უკრაინელი დრონების ეკიპაჟების ტვირთს და ამასთან უადვილებს მათ მოწინააღმდეგეების სულ უფრო მასიური ჯგუფებისა და გაჯერებითი შეტევების წინააღმდეგ ბრძოლას.
ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან რუსი მეთაურები კვლავ ძლიერ ეყრდნობიან უხეში ძალის ტაქტიკის კონცეფციას. ისინი მიიჩნევენ, რომ წარმატების გასაღები იმაშია, რომ მტერს უფრო და უფრო მეტი დრონი და რაკეტა ესროლონ. იმ იმედით, რომ თუნდაც თუ ამ დრონების დიდი ნაწილი გზაში ჩამოიჭრება, ზოგი მაინც მიაღწევს მიზანს და დაარტყამს სამიზნეს. დროთა განმავლობაში ისინი იმედოვნებენ, რომ ეს თავდასხმები იმდენად დიდ ზიანს მიაყენებს უკრაინას, რომ ის იძულებული გახდება დანებდეს და თეთრი დრო შეაფრიალოს. კიევი ცდილობს იპოვოს გზები ამ სულ უფრო მასიური დრონების ტალღებთან გასამკლავებლად და ზირკა სხვა ჩამჭრელებთან ერთად იდეალურ ვარიანტად გამოიყურება. ეს მთელი ამბავი ასევე აჩვენებს ტაქტიკასა და ადაპტაციის უნარში არსებულ მკვეთარ განსხვავებებს ორ მხარეს შორის. ერთი მხრივ არის რუსეთი, რომელიც ომის ადრეული ეტაპებიდან დღემდე კვლავ ძლიერად ეყრდნობა იმავე ტიპის დრონებს. დიახ, მისმა ინჟინრებმა დროთა განმავლობაში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს, მაგრამ შაჰიდი კვლავ კრემლის დრონების არმიის ქვაკუთხედია, ზუსტად ისე, როგორც 2022 წელს იყო. უკრაინამ კი ამ დროს ბევრად უფრო მრავალფეროვანი უპილოტო აპარატების არსენალი შექმნა, დაწყებული შორ მანძილზე მოქმედი სადაზვერო დრონებიდან, დამთავრებული ბაბა იაგას ტიპის ბომბდამშენი დრონებითა და ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩამჭრელი დრონებით, როგორიცაა თავად ზირკა. მოკლედ, უკრაინამ რუსეთს უამრავი საფრთხე შეუქმნა, რომელთა მოგერიებაც კრემლისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა და მათგან ბევრის წინააღმდეგ ეფექტური გზები ჯერაც ვერ უპოვია. რუსეთი კი ამ დროს ჯიუტად იყენებს ერთსა და იმავე ტიპის დრონებს წელიწადიდან წელიწადამდე, ხოლო უკრაინამ ეს დრო გამოიყენა იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ ათობით ეფექტური მეთოდი შეემუშავებინა. ზირკა მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ შესაძლოა ის ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდეს. და როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ, რუსეთს ძალიან ცოტა რამ შეუძლია გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ახალი დრონი შეაჩეროს და მისივე უპილოტო აპარატებზე ზიანი არ მიაყენოს. ავიაციისა და დრონების ექსპერტს პოპულარულმა უკრაინულმა საინფორმაციო არხმა ზირკას შესახებ ინტერვიუ ჩამოართვა. როდესაც მას კითხეს, როგორ შეიძლება რუსეთმა წინააღმდეგობა გაუწიოს მას, მან აღნიშნა, რომ კრემლმა სცადა თავის დრონებზე დამონტაჟებული კამერებისა და გამაფრთხილებელი სენსორების გამოყენება, რათა დრონებს ახლომდებარე საფრთხეების აღმოჩენაში დახმარებოდა. ასევე ელექტრონული ბრძოლის ჩამხშობების გამოყენება, რომლებიც უკრაინული დრონების კომუნიკაციების დარღვევისთვისაა განკუთვნილი. თუმცა ის აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმე ამ ზომამ ეფექტი მოახდინოს ზირკას წინააღმდეგ. მისი სისწრაფე ნიშნავს, რომ მას ნამდვილად არ უწევს შაჰიდის კამერების მიერ შემჩნევის გამო ნერვიულობა, ხოლო მისი ავტონომიური შესაძლებლობები ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ჩამხშობებიც ვერ მოახდენენ მასზე გავლენას. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული თავდაცვის კომპანიები აქტიურად მუშაობენ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, რათა თავიანთი ტექნოლოგიები ახალ დონეზე აიყვანონ. ისინი განიხილავენ ისეთ ვარიანტებს, როგორიცაა უფრო განვითარებული კომპიუტერული ხედვა, მაგალითად, მოწინავე მანქანური სწავლება და სხვა ძლიერი ნახევარგამტარები, რათა შექმნან დრონები, რომლებიც უფრო ძლიერები, ჭკვიანები და სწრაფები იქნებიან, ვიდრე უკვე არსებული მოდელები. მართლა, ნოქტისი და უირეი ინდუსტრიები აცხადებენ, რომ ისინი უკვე მუშაობენ ზირკა 2.0-ზე, ამ ახალი დრონის განახლებულ ვერსიაზე. ნოქტისის განვითარების დირექტორის ოლექსი კომლიუჩენკოს თქმით, მომავალი ვერსია კიდევ უფრო ავტონომიური შესაძლებლობებით იქნება აღჭურვილი, განახლებული ოპტიკით, რომელიც საშუალებას მისცემს მიზნების დაფიქსირებას უფრო დიდი მანძილიდან და ავტომატური სიახლოვის ამფეთქებლით, რაც საშუალებას მისცემს მუხტის მხისიერად აფეთქებას, როგორც კი საკმარისად მიუახლოვდება მიზანს. მოკლედ, მაშინ როცა რუსეთი მხოლოდ დრონების არმიის გაზრდაზეა კონცენტრირებული, უკრაინა თავის არმიას უფრო ჭკვიანს, ძლიერს და ეფექტურს ხდის. და ამ ეტაპზე უკრაინული მეთოდი იმარჯვებს. ეხლა შეგიძლიათ გაიგოთ მეტი იმ ქაოსის შესახებ, რომელსაც უკრაინული დრონები რუსეთს უქმნიან. ამ ვიდეოში, სადაც ნაჩვენებია, როგორ მცხოვრიდან გამოიყვანეს კიევის ძალებმა კრემლის შავი ზღვის ფლოტი და მნიშვნელოვნად შეამცირეს ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების არეალი. სხვა მხრივ შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო, სადაც ასახულია საწვავის კრიზისის განვითარება რუსეთში, სადაც სულ უფრო გაღიზიანებული რუსი მოსახლეობა იძულებულია საათობით რიგში იდგეს მხოლოდ ერთი ავზის ბენზინით შესავსებად. და ბოლოს, არ დაგავიწყლეთ გამოიწეროთ The Military Show, რათა მიიღოთ მეტი ანალიზი და უახლესი სიახლეები, რომლებიც არ გსურთ გამოტოვოთ.